თამაზ აბრალავას ახლობლები სამართალო ზემოსვენეთის ახალ სამხარეო პროკურორ საქმის ხელახლა გამოძიებას თხოვენ. აბრალავას ზუგდიდის პოლიციამ 9 აგვისტოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანა. აბრალავას ახლობლები აცხადებენ, რომ მანქანის დატაცება აბრალავამ თბილისში პოლიციაში ჯერ კიდევ ივნისში აცნობა და ის სამართალდამცველებმა დაზარალებულ აცნეს. დაკავებული საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 10 დეკემბერს რაიმართება. ოჯახის საქმის მიტერძოებულად გამოძიებაში პროკურორ დიმიტრი ცხვეტიას და სამხარეო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. არ არის დამნაშავე მამაჩემი, მე მოვითხოვ კატეგორიულად მოვითხოვ განთავისუფლებას და მოვითხოვ ოლქის პროკურორთან შეხვედრას. უკვე 4 თვე რაც ზის უდანაშაულოდ და ყურადღებას არავინ არ აქცევს. ჩემი დაცვის ქვეშ ქალაქ თბილისში სცნეს დაზარალებულად, ხოლო ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ ზუგდიდის რაიონის პროკურატურამ ბრალდებულად ცნო და მას შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376. რაც გულისხმობს, რომ თითქოს და დანაშაულის შეუტყობინებლობაა. არადა თამაზი აბრალავამ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში ოფიციალურად ახსნა და მის მიერ დაწერილ განცხადებით აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა და ჯერჯერობით თამაზი აბრალავა, როგორც უდანაშაულო პიროვნება დღესაც ციხეში ზის.